ბრალდებული სტატუსი ექნება ქართული ოცნების კიდევ ერთ ყოფილ პრემიერს თვეების წინ გერმანიაში წასული გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მთავრობის ექს-მეთაურის ინტერესებს მისივე თანაპარტიელი ბერდია სიჭინავა დაიცავს, რომელიც ახლა საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში იმყოფება. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ორგანიზება. ყოფილ პრემიერ-მინისტრს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების საგანია 2019 წლის 20 ივნის პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა და 2019 წლის აგვისტოში ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნა. 20 ივნისის მოვლენებზე საქმე მაშინვე აღიძრა, თუმცა გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 3 თვეში ის პრემიერის პოსტზე წარადგინეს. ხელახალი გამოძიების მიზეზად ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის გადაწყვეტილებას ასახელებს. თათია ტაბეშაძე გვეტყვის, რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა იმ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომლებიც დაზარალებული დემონსტრანტების მონაწილეობით ზაფხულში დაიწყო. თათია, პირდაპირ ეთერში ხარ, რას ამბობს პროკურატურა? გიორგი გახარიას შესაძლო ბრალეულობის შესახებ აი ამ ორ საკითხთან მიმართებაში საუბარი ჯერ კიდევ მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში დაიწყო. ჩვენ გვახსოვს დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისის აქციის დაზარალებული ადამიანები სწორედ ზაფხულში, როდესაც ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას ხელახლა ექსპერტებს და უყვებოდნენ იმის შესახებ, თუ სად და როდის მიიღეს მათ დაზიანებები. აი ეს ხელახალი, ასე ვთქვათ, განახლებული გამოძიება ჩატარდა სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის საფუძველზე, რომელმაც დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ღამეს შტურმი საქართველოს პარლამენტზე როგორც სახელმწიფო ინსტიტუციაზე ნამდვილად ხორციელდებოდა, თუმცა დაინახა კითხვის ნიშნები, რამდენად იყო იმის საჭიროება, რომ გამოყენებული ყოფილიყო პოლიციის მხრიდან რეზინის ტყვიები. და სწორედ აი ამასთან დაკავშირებით ჩაატარა გამოძიება საქართველოს პროკურატურამ და დღეს უშუალოდ გენერალური პროკურორისგან მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას ადანაშაულებენ მოქალაქეთა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორგანიზებაში, კერძოდ ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ, როგორც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაშინ გედედეს თანამშრომლებს მისცა მითითება, რომ აბსოლუტურად ერთდროულად ყველა სპეცსაშუალება გამოიყენებინათ აქციის დასაშლელად მოქალაქეების წინააღმდეგ და მათ შორის იყო გამოყენებული რეზინის ტყვეები და გამოყენებული იყო ისე, რომ აქციის მონაწილეები წინასწარ ამის შესახებ არ გააფრთხილეს. რაც შეეხება ახლა მეორე საქმეს, ეს არის ჩორჩანას ეპიზოდი. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვახსოვს ჩვენ მიმდინარე წლის გაზაფხულის პერიოდში გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა თეა წულუკიანი და იყო საუბრები სწორედ იმის შესახებ, თუ რატომ განათავსა გიორგი გახარიას ბრძანებით, რატომ განთავსდა სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზთან ახლოს დამატებითი საპოლიციო საგუშაგო. დღეს საქართველოს პროკურატურიდან განგვიცხადეს, რომ აი ამ საგუშაგოს განთავსებამ გამოიწვია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პასუხი, მათ გადმოკვეთეს კონტროლირებადი ტერიტორია და მითვისეს დამატებითი ტერიტორიები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბუნებრივია და ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ ეს ბრძანება გასცა ისე, რომ არ იყო შეთანხმებული არც ერთ შესაბამის უწყებასთან, მათ შორის არც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან. როგორც უკვე მოგახსენეთ, ორი მიმართულებით არის დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ და ეს უკანასკნელი ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით უკავშირდება როგორც პოლიტიკოსის საქმიანობის უფლებამოსილების გადაჭარბებას. 2019 წლის 20 ივნისს საღამოს საათებში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისაკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. უკვე რამდენიმე თვეა გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება, მის უფლებებს დაიცავს მისი თანაგუნდელი ბერდია სიჭინავა, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმყოფება და უკვე 1 საათია ის პრინციპში იმყოფება ამ უწყებაში, მას უნდა გადასცენ მასალები, მტკიცებულებები მათ შორის და მას შემდეგ რაც დატოვებს უშუალოდ ის საქართველოს მთავარ პროკურატურას, განახლებული ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს მაყურებელს, მანამდე კი შემიძლია გითხრათ იმის შესახებ თუ როგორ აფასებენ გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას მისი თანაპარტიელები, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების მხრიდან განხორციელებული ვენდეტა, ამბობენ, რომ საქმე არის პოლიტიზირებული, იხსენებენ 2019 წელს და მის შემდგომ პერიოდს და ამბობენ, რომ გიორგი გახარია იმდენად ავტორიტეტული პერსონა იყო ქართული ოცნების თვალში, რომ დააწინაურეს კიდეც 2019 წლის მოვლენების შემდეგ. რაც შეეხება უკვე თავად ქართული ოცნების მოსაზრებებს, ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარია თავადვე მისივე ნებით დაშორდა ქართულ ოცნებას, რაც გამოიხატებოდა მის მოქმედებებში, მათ შორის მისი გადადგომის შესახებაც აქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები. როცა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სახელმწიფო ინსტიტუტს იცავდა და იცავდა, რა თქმა უნდა, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი შტურმისგან და აქ მოქალაქეები არ ფშუაში არიან. მაშინ გიორგი გახარია ოცნებისთვის იყო ნომერ პირველი ძალოვანი მინისტრი, რომელიც შემდეგ არც მეტი არც ნაკლები თავად ოცნებამ დააწინაურა პრემიერ-მინისტრად. და რა თქმა უნდა, ესეც არის სრულიად აბსურდული საქმე, კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ ოცნება მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მოქმედებს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან აქ საქმე გვაქვს ჩორჩანას ეპიზოდთან და სწორედ ამ საქმის აღძვრით ყველაფერს აკეთებს დღევანდელი ოცნება, რომ საოკუპაციო რეჟიმს მისცეს პრეტენზიების გაჩენის უფლება ამ ტერიტორიაზე, რომელიც გიორგი გახარიამ დაიცვა. თან დაიცვა ისე, რომ ამას არანაირი სამხედრო ესკალაცია არ მოყოლია, ანუ დაიცვა მშვიდობიანი ფორმებით და სწორედ ამის გამო დღეს ოცნება ზჯის გიორგი გახარიას როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს. ეს იყო შტურმი პარლამენტზე, ჩვენ მაშინაც ამაზე ვსაუბრობდით და დღესაც ვადასტურებთ და ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომაც, თუმცა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები არის გარკვეულ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ძალის არაპროპორციულ ნაცვლად გამოყენებაზე და ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გასცა რეკომენდაციები და ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებულები ვართ ეს რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და ჩატარდა გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. გადადგომა ჩორჩანას თემა ძალიან საეჭვოა და ბევრ შეკითხვას ბადებს. იგივე პოლიციელები იდგნენ დიდი ხანი. ამ შეტევის მოსაგერიებლად დაამცირეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, უამრავი გაიტაცეს, წაართვეს აღჭურვილობა. ასე რომ პოლიციის საპასუხო ქმედებები შეიძლება სწორედაც ასე იგეგმებოდა, რომ გადაჭარბებული ძალაც ყოფილიყო იქ. ერთი არო სპონტანურად მოხდება გადაჭარბებული ძალის გამოყენება და მეორეა, რომ გააზრებულად წინასწარ დაგეგმილი პროცესი მიმდინარეობს და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოში გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, თუმცა ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ გიორგი გახარიამ საქართველოს რამდენიმე თვის წინ დატოვა. მადლობა თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში გენერალურ პროკურატურაში გაკეთებულ დღევანდელ განცხადებაზე და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე.